ისპანახის კრეპები გვაკამოლეს შიგთავსით დავიწყოთ ორშაბათი ჯანსაღი საუზმით იქნება სწორედ ის ორშაბათი აღმოჩნდეს, როცა სწორი კვება ორშაბათიდან იწყება. ბლენდერში მოვათავსოთ 300 გრამი ისპანახი, 2 კვერცხი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა რძე, ცოტა ოდენი ზეითუნის ზეთი და მარილი. დაახლოებით 15 წუთი. ამასობაში მოვამზადოთ გვაკამოლე პატარად, ხახვის მეოთხედი დავჭრათ ძალიან წყვილად, პომიდორს გამოვაცალოთ მარცვლები და დავჭრათ პატარა კუბიკებად. დაგვჭირდება 1 მთლიანი ავოკადო, გულს აი ესე მარტივად დანით ვაცლი ხოლმე და კოვზით ვიღებ. ასე ყველაზე ნაკლები დანაკარგით ცალკევდება ავოკადო კანისგან. დაჭყლეტვამდე პირველ რიგში მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ თავიდან ავირიდოთ ფერის შეცვლა, შემდეგ ჩანგლით დავჭყლიტოთ, სანამ არ მივიღებთ პიურისებრ მსგავს მასას. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი. გვაკამოლე ერთ-ერთი გემრიელი და მარტივი გამოსავალია დილის საუზმისთვის. 15 წუთიანი დაყოვნების შემდეგ დროა გამოვაცხოთ ისპანახის ფუმფულა კრეპები. ერთ მხარეს ვაცხობთ 2 წუთი დაბალ ტემპერატურაზე და მე გვერდებზე ესე წინასწარ ვუწევ ხოლმე, რომ მარტივად გადმოვაბრუნო. მეორე მხარეს 30 წამი სავსებით საკმარისია. შევახვიოთ კრეპი ძალიან მარტივად, გადავიტანოთ გულსართი, გადავკეცოთ. ნაზად მოვწიოთ მასა ჩვენკენ და აი ესე მარტივად ვახვევთ ისპანახის და გვაკამოლეს კრეპებს. ძალიან გემრიელად გამოიყურება, რაც მთავარი არის ჯანსაღი და ძალიან ნოყიერი. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით, რაც მე გამოვიყენე, მზადდება დაახლოებით 4 კრეპი ფუმფულა, თუ თქვენ უფრო თხელი გიყვართ, უფრო მეტიც მომზადდება.